Ახლახან გაჩნდა ფეთქებადი კითხვა, რომელიც ამ 4 შაბათს 2026 წლის 22 აპრილს ახალი ამბების ცენტრში დომინირებს. Რამდენ საათში განახლდება სპარსეთის ყურის ომი? Ამ მომენტში ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი ზეწოლა ირანზე. შეჩერებული მედიაცია, მხარის საფუძვლის გარეშე გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტე კვლავ შიშით, მუქარითა და ძალის დემონსტრირებით გარშემორტყმული. Სიტუაცია უკვე უკუთვლის რეჟიმშია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები მიუთითებს ჩიხზე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს. Ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა კარგად ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია დეურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალვისის სანდოობით. ბოლო საათებში რაც მოხდა გვეხმარება გავიგოთ, რატომ გახდა ატმოსფერო ასეთი დამძიმებული. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტა ირანთან, ქვეყნის შუამავლების თხოვნის საფუძველზე. Თუმცა ეს გაგრძელება მოვიდა კონკრეტული დასრულების თარიღის გარეშე და გარანტიის გარეშე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ნამდვილად გაგრძელდება. ამავე დროს ირანის მთავრობამ არ გადადგა ის ნაბიჯი, რასაც ვაშინგტონი ელოდა და ისლამაბადში დაგეგმილ შეხვედრებს უკუსლა მოჰყვა, მას შემდეგ რაც მხარეები დაგეგმილივით არ გამოცხადდნენ. ეს ნიშნავს შემდეგს. მშვიდობა არ ყოფილა, იყო მხოლოდ მყიფე პაუზა, სავსე უნდობლობით. ომი კი სიტყვებში გაპინული იყო, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ცოცხალი. და აქ არის პრობლემის არსი. ჰორმუზის სრუტე კვლავ გამოიყენება როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული იარაღი. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა 4 შაბათს 2 ხომალდი დააკავა და მესამეზე სროლა განახორციელა, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ზღვაში დაძაბულობა კვლავაც გრძელდება, მიუხედავად მოქმედი ცეცხლის შეწყვეტისა. ირანის პარლამენტმა მოხამედ ბაქერ კალიბაფის მეშვეობით აღნიშნა, რომ სრული ზავი მხოლოდ მაშინ იქნებოდა აზრიანი, თუ ამერიკული საზღვაო ბლოკადა იმუშავებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეირანი ჰორმუზის სრუტეს ტექნიკურ დეტალად არ განიხილავს, არამედ მას ძალაუფლების ბერკეტად იყენებს. ეს არის ის, რაც სიტუაციას ფეთქებად ხდის, რადგან სრუტე, რომელიც ჩვეულებრივ მსოფლიოში ვაჭრობაში ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს, იძულების ცენტრალურ ბერკეტად იქცა. ტრამპი ერთდროულად ორ გზით ახდენს ირანზე ზეწოლას. ერთი მხრივ ცდილობს შეინარჩუნოს იმიჯი, რომ ინიციატივა ისევ მის ხელშია და შეუძლია ნებისმიერ დროს შეთანხმების მიღწევა. მეორე მხრივ ინარჩუნებს საზღვაო ზეწოლას და აგრძელებს შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებას, რათა თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ახალი თავდასხმები შეაჩერა, მან ირანის საზღვაო ვაჭრობაზე ბლოკადა მაინც შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ ზავი ძირითად ზეწოლას არ ხსნის, უბრალოდ მის ფორმას ცვლის. პირდაპირი დაბომბვა იცვლება სტრატეგიული ზეწოლით. ამიტომ ირანი პასუხობს გამკაცრებით, რაკეტების დემონსტრირებით და სრული კონტროლის შესახებ განცხადებებით საზღვაო გზაზე. ირანის გზავნილი მარტივია. თუ მათი პირობები არ იქნება აღიარებული, ჰორმუზში ნორმალურობა არ იქნება. დღევანდელ სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ ომის რისკი კი არ არის, არამედ ნაჩქარევი, ცუდად შედგენილი და კრიზისის მთავარ კვანძს ვერ გადამჭრელი შეთანხმების რისკიც. ევროკავშირს მართლაც აქვს იმპროვიზებული გამოსავალი. ამ დროს ირანი ცდილობს ჰორმუზი თავის ხელში შეინარჩუნოს როგორც კოზირი და თავს არიდებს ცენტრალურ მოთხოვნებზე დათმობას. ბოლოდროინდელი ამბავი ამ მიმართულების დიდ ნაწილს ადასტურებს. როგორც როიტერსმა, ასევე ინდეპენდენტმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულნი არიან იმ შესაძლებლობით, რომ ვაშინგტონი იჩქარებს ზედაპირულ შეთანხმებას, რომელიც კარგია სათაურისთვის, მაგრამ ცუდია რეალური სტაბილურობისთვის. ეს ევროპული შიში არ საიდან არ გაჩენილა. 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას წლები დასჭირდა დიპლომატიური მუშაობისთვის. მასში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები, ტექნიკური გადამოწმება და ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. ეხლა როგორც დიპლომატები როიტერსთან და ინდეპენდენტთან საუბარში ამბობენ, არსებობს შიში, რომ თეთრი სახლი შეეცდება სწრაფი გამარჯვების გაყიდვას. იმ დროს, როცა გადამწყვეტი საკითხები, როგორიცაა ურანის გამდიდრება, გამდიდრებული მასალის მარაგი, სანქციები და საერთაშორისო ზედამხედველობა მოუგვარებელი რჩება. გაფრთხილება სერიოზულია, რადგან ბუნდოვანი შეთანხმება კრიზისს არ აღმოფხრის. ეს მხოლოდ პრობლემას დროებით გადადებს. შესაძლოა მხარეებს შორის კიდევ უფრო ნაკლები ნდობა დარჩეს. სწორედ ეს სიცარიელე შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ომი მოკლევადაში კვლავ დღის წესრიგში დადგეს. ირანის მხარეს წინააღმდეგობა კვლავ მტკიცედ გრძელდება. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი კვლავ მოითხოვს ომის დასრულებას. სანქციების შემსუბუქება, კომპენსაციები და მისი კონტროლის აღიარება სრუტეზე.
ასევე დაფიქსირდა, რომ ირანმა უკვე დააყენა მაგიდაზე იდეა, რომ ომანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება დაუშვას, თუ შეთანხმება იმუშავებს. ეს გაკეთდა ახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ეს ერთდროულად ორ რამეს აჩვენებს. პირველ რიგში ირანი იცის, რომ ჰორმუზი ამ ეტაპზე მისი ყველაზე დიდი ზეწოლის ბერკეტია. მეორეც, რეჟიმი არ ჩანს მზად, რომ ამ ბერკეტზე უარი თქვას სერიოზული კომპენსაციის გარეშე. ამიტომაც სიტუაცია ჩიხშია. ტრამპს ირანის უკან დახევა სურს. ირანს გარანტიები და აღიარება სჭირდება და არც ერთი მხარე არ ჩანს მზად, რომ რეალურად დათმოს რამე. როცა მთელ რუკას გადახედავ, საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. კრიზისი ჰორმუზში არ მთავრდება. ჟურნალმა Time-მა აღნიშნა, რომ ბაბ-ელ-მანდები, გლობალური ვაჭრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი, უკვე ყურადღების ცენტრშია ირანის ბანაკთან დაკავშირებული მუქარებისა და ებისა და იემენში ჰუსიტების ყოფნის გამო. ლოგიკა მარტივია და შემაშფოთებელი. თუ ჰორმუზმა უკვე აჩვენა, როგორ შეიძლება ენერგია ომის სამიზნედ იქცეს, მსგავსი ზეწოლა ბაბ-ელ-მანდებში ზიანს კიდევ უფრო გაზრდიდა გემებისთვის, ნავთობისთვის, საკვებისთვის და საზღვაო დაზღვევებისთვის. არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ბევრ ადამიანს თავრობებსა და ბაზრებში მეორე ბოთლის ყელის ეშინია, რადგან ეს რეგიონულ კრიზისს კიდევ უფრო დიდ შოკად გადააქცევდა მსოფლიო ეკონომიკისთვის. არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხის გაგებაში გვეხმარება. ამ ოთხშაბათს, როდესაც დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე საუბრობდა, ზღვამ პასუხად გასროლები, დაკავებები და ახალი დაუცველობა მოიტანა. ეს ანგრევს ნორმალურობის ილუზიას. კითხვა უკვე აღარ არის მხოლოდ ის, არსებობს თუ არა ზავი ქაღალდზე. კითხვა ისაა, არსებობს თუ არა რეალური კონტროლი სიტუაციაზე. და აქამდე პასუხი როგორც ჩანს უარყოფითია. სრუტე იხსნება, იკეტება, იბლოკება, განთავისუფლების მუქარა ისმის და ისევ ზეწოლის ქვეშ ბრუნდება. სწორედ როიტერსმა შეაჯამა მომენტი, როგორც წინააღმდეგობრივი სიგნალების გამეორება. იხსნება, იკეტება, საუბარია, იბლოკება, მეორდება. ეს წასვლა-მოსვლა სწორედ ის გარემოა, სადაც შეცდომამ, პროვოკაციამ ან ბოლო წუთის გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი თავიდან აალოს. ამიტომაც ევროკავშირმა ოფიციალურ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებასა და უსაფრთხო გავლას მოითხოვს. ეს უბრალოდ დიპლომატიური დეტალი არ არის. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ შიში უკვე გასცდა რიტორიკას და გადავიდა კონკრეტული ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში. ევროპის შეშფოთება მხოლოდ იმაზე არ არის, რას გააკეთებს ირანი, არამედ იმაზეც, რა შეიძლება მოხდეს, თუ ვაშინგტონი შეეცდება ნახევრად დადოს შეთანხმება, ან თუ ზავის ტონი საბოლოოდ დაინგრევა. ორივე შემთხვევაში შედეგი ენერგეტიკაზე, ვაჭრობასა და რეგიონულ სტაბილურობაზე აისახება. მაშ სპარსეთის ყურის ომი რამდენიმე საათში დაიწყება. შეიძლება უსაფრთხოდ ითქვას, რომ რისკი კვლავ საშიშად მაღალი გახდა. ტრამპი ზეწოლას ახორციელებს, ირანი კვლავ მტკიცედ დგას. პაკისტანი ცდილობს სრულად გაწყვეტა აიცილოს. ევროკავშირს ომის გენაუზო ეშინია, როგორც სუსტი შეთანხმების. ჰორმუზის სრუტე კვლავ დავის ცენტრშია. აქ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ დგას სასწორზე. ეს არის ის, ვინც პირობებს აწესებს, ვინც გამავლობას აკონტროლებს და ვინც ამ კრიზისიდან გამარჯვებულის იმიჯით გამოდის. ამიტომ საბოლოო შეჯამება მძიმეა, ომი ოფიციალურად არ განახლებულა, მაგრამ განგაშის მიზეზი ნათელია, რადგან დიპლომატია კვლავ სუსტია და ჰორმუზი რეალურ საფრთხეში რჩება. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.